ჩაძრული გემები, ვარხვები, თოლიები, ფლამინგოები, გასათევზაო ნავები და გემები, რასაც ნახავთ სრულად ვიდეოში. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდით, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით ხშირად YouTube-ზე ვიდეოების ავტვირთვას. ასე რომ ახლა მაქსიმალურად შევეცდები, ისევ დავიწყო YouTube ვიდეოების ჩაწერა და რაც გეგმაში მაქვს, გავაკეთო ეს ყველაფერი. გეგმა არის ისეთი, რომ მინდა შემოვიარო მთლიანი საბერძნეთი და განახოთ ისეთი ადგილები, რომლებიც ნაკლებად ცნობილი არის თქვენთვის. ეხლა ამჟამად ვიმყოფები თესალონიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თევზსაჭერ პორტში, ხალასტრაში, საიდანაც ვიღებ ამ მომენტში ვიდეოს. ამ ყველაფერსაც განახებთ, ძალიან მაგარი ადგილია, მრავალფეროვანი ბუნება არის. ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი არსებობს ამ ადგილას. დაახლოებით 300-მდე სახეობის ფრინველი არსებობს, როგორც ზღვის ფრინველები, ასევე მინდვრის ფრინველები. აქეთ მხარეს არის ზღვა, აქეთ მხარეს არის მიწები, სადაც ამუშავებენ ბრინჯს და ბამბას. და არის მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვა, ძალიან მრავალფეროვანი ბუნება. ძველი კადრები მაქვს დარჩენილი, აქ გადაღებული მაქვს ვიდეო დრონით. ეხლა ამ ეტაპზე არის საშინელი ქარი და ვერ ვახერხებ უბრალოდ დრონის გაშვებას, მაგრამ ძველი კადრები მაქვს გადაღებული. არც ისე ძველი, ალბათ 1-2 თვის უკანდელი. და ჩავსვავ მაგ კადრებს აუცილებლად. მინდა ბარემ მადლობა მოუხადო ამ ადგილის მეპატრონეს სპიროს ოციარას, ძალიან გვერდში გვიდგას, მისი დამსახურებაა დღევანდელი დღეს, რომ აქ ვართ ჩვენ და ვიღებთ ამ ვიდეოს. გადაღებული მაქვს მის გემზეც ვიდეოები, მუშაობ მანდაც. დღევანდელ ვიდეოში განახებთ აქაურობას, რა ხდება, როგორი არის მეზღვაურის ეგრეთ წოდებული ქოხები და პირდაპირ ზღვიდან ამოვიყვან ცოცხალ მიდიებს, მოლუსკებს და თქვენთან ერთად მოვამზადებ, როგორც ამზადებენ აქ მეზღვაურები. ასევე თევზსაც, თევზი ამ ზღვაშია დაჭერილი, მაგრამ როგორ გასუფთავებული და გამზადებული არის, რომ დიდი დრო არ წაერთმია ვიდეოში და მოვამზადებ როგორც ამზადებენ აქ და თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და დაკომენტარება. დააკომენტარეთ თქვენი აზრი, როგორ ამზადებთ, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ ადგილი და ვინმეს რაიმე შეკითხვა თუ გექნება, შემიძლია დაგეხმაროთ. ეხლა გავალ გარეთ, განახებთ აქედან როგორი სასწაული ხედები იშლება. ძალიან მაგარი ადგილები არის. პირდაპირ ზღვის პირას. აქ ეს ჩვენი თოლიები. წავედი ახლა მეგობრებო შიგნით, დავიწყებ მე უკვე მომზადებას. ძალიან ცივა, ძალიან ყინავს. ეხლა ამ წუთას მიჩვენებს -1 გრადუსს და შემდეგ იქნება -2 გრადუსი, თან თოვლი. ნეტა მოთოვო საბერძნეთში ბედნიერი ვიქნები. და ეხლა შევალ და დავიწყებ უკვე თევზების მომზადებასაც და მიდიების მომზადებასაც. წავედით. მე ახლა პირველ რიგში დავიწყებ ახლა თევზის მომზადებას, გაჩვენებ თუ როგორ ვაკეთებთ და რას ვაკეთებთ. მეთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს. პირველ რიგში რაც ვჭირდება არის ფქვილი. და ხო მართლა დამავიწყდა ამ თევზის მომზადებას ვაპირებ
ლუდით, თუ როგორ ლუდით, მაგას განახეთ. ეხლა ჩავამატებ მარილს რაც. და ნუ ახლა ჩავასხავ აქ ლუდსაც. ნუ ეს საკმარისი არის 330 გრამიანი ლუდი. და ნუ ამას ახლა მოურევ. და ნუ დაახლოებით კრახმალისავით უნდა გახდეს რა. აუღრევ მარილის ფქვილის და ლუდს ერთმანეთში. ეხლა პარალელურად ჩავალ დაბლაბანე მომოვიტან მიდიას. და მოვამზადებ მაგასაც დავიწყებ ანუ ორივეს ერთად. ეს ჩვენი ადგილი, ჩვენი ნავები. ნუ გემები შიგნით აყენია. ნუ აქ ფიზიკურად ვერ გამოდის, იმიტომ რომ ძალიან დაბალი წყალი არის აქ და შეგვიძლია გამოყვანა. ახლა კი მოდი გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, ამოვიღებ მიდიას, თორე ძალიან ციურ გავიყინე. ამოვიღებ მიდიას, ავიტან მაღლა და გავამზადებ თქვენთან ერთად. ესეც ჩვენი მიდიები პირდაპირ ზღვიდან. ეხლა ავიტან ამას მაღლა და თქვენთან ერთად გავაკეთებ, თან განახებთ როგორ ვასუფთავებთ. ეხლა უკვე ნელა-ნელა დავიწყებ მიდიების გასუფთავებას და მომზადებას. გავასუფთავებ ახლა ამას ნელა-ნელა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი მიდია გვაქვს. გარედან გასუფთავებული არის და გარეთ პირველ რიგში უნდა მოვაშოროთ მიდიას ეს. ეს არის მისი ბეწვი, რომელზეც არის მთელი ბაქტერიები. ვიჭერთ ასე და ვწევთ თავისკენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეკვეთეს. ნუ ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მაგრამ უბრალოდ ნუ არც სასიამოვნო არ არის ბეწვების ჭამა. ნუ ბევრი არ მინდა ეხლა ამას გავრეცხავ. ნუ მოდი ახლა უკვე გადავიდეთ, დავიწყოთ უკვე თევზის მომზადება და შეეწყოთ. სანამ დრო არის ჩვენი პატარა გაზი. დავასხათ ზეითუნის ზეთი. სანამ ჩვენი ტაფა გაცხელდება, დავიწყებ მიდიების მომზადებასაც. მიდიებში ვუზავ მხოლოდ და მხოლოდ ლიმონის წვენს. რომელიც ძალიან მაგარი გემოსაძლევს რა, ვისაც არ გაგისინჯიათ, გასინჯეთ აუცილებლად, ძალიან მაგარი გემო აქვს. ეხლა უკვე ჩვენი თევზიც მოვათავსოთ უკვე ტაფაში, პირველ რიგში ჩავსვათ ჩვენს გაკეთებულ მასაში მთლიანად, მოვგუნგლოთ შიგნით. ასე გამოიყურება ჩვენი თევზი. ეხლა ვნახოთ რა შვება ჩვენი თევზით. დაბალაც ნუ პატარა თევზები გვყავდა დაჭერილი, რომელიც საკუპად არ გამოიყენებოდა და დაუყარეთ თოლიებს სატყუარად. იმედია მოვლენ და განახებს თქვენც. აი ეს რასაც ხედავთ, აქ სულ თევზი არის. ნუ მოდი ხსანამ ხა თევზი შეიწება და მიდია მოიხარშება, მანამდე გავაკეთებ მე სალათას და მივაყოლებ თევზს. ჩვენი თევზიც უკვე თითქმის მზად არის. ეხლა უკვე გავაკეთებ ნუ თევზისთვის, ნუ სოუსივით არის რა. საბერძნეთში აკეთებ ხოლმე და ძალიან მაგარი გემოსია რა. თევზზე უნდა გადაასხა და ჭამო. ეხლა ამისთვის გამოვიღებ ლიმონს, გვჭირდება მხოლოდ ლიმონი. ნუ ერთჯერად ჭიქაში გავაკეთებ, ვაღარ გავთხრი ეხლა ბევრს არაფერს, ერთჯერად თებშებს, ჭიქებს და ჩანგლებს გამოვიყენებ. გადავწურავ ეხლა ლიმნის წვენს ჭიქაში. ნუ ხა ეს ჩემთვის უკვე საკმარისი არის, იმიტომ რომ მარტო ვარ და ამაში გადავურევ ზეითუნის ზეთს ცოტას. ნახევარი ლიმნის წვენი, ნახევარი ზეითუნის ზეთი და ხა შევეცდები მოურიო. დაახლოებით მივიღეთ ესეთი ფერის მასა. ნუ ცოტა ლამაზი რომ გამოგვივიდეს, გავაფორმებთ თებშებსაც თევზისთვის. ჩვენი თევზი უკვე მზად არის, გადმოვიღებ ჩვენ თევზს. დავდგავ ახლა უკვე მიდიას. ასე გამოიყურება ჩვენი თევზი. თითქმის უკვე ჩვენი მიდიაც მზად არის და მიდიაც მოგვისწრებს კაკრას. ასე გამოიყურება. მიდიები მზად არის უკვე. მოდი ხა რაც დაგვრჩენია გაზს გავთიშავ უკვე.
და გადავწურავ ამ წვენს, არ გვჭირდება ეს წვენი არაფერში. ესე გამოიყურება ჩვენი პატარა სუფრა, რასაც ჩვენ მიდიები და რა ჯობია ახლა აი ამ ხედზე ჭამას წარმოიდგინე. ახლა დადგა დრო, ნახოთ რა გამოგვივიდა ჩვენი შემწვარი თევზი, მიდიები, სალათა და ასე შემდეგ. აუ რა ძალიან მაგარია თო. ეხლა ამას დავასხავ. ჩვენ ლიმონს და ზეითუნის ზეთს აუ მგონი ისეთი მაგარი გამოვიდა. ყოველდღე ამას შევჭამ. სასწაული გემო აქ. ძალიან მაგარია. ჩვენი მიდიაც, სპიროს მიდია. გავსინჯოთ. ძალიან მაგარია. ძალიან გემრიელია. მოკლედ რა, ზღვის პროდუქტები ძალიან მაგარია. ზღვის პროდუქტები და თან ასეთ ხედზე მაგრა დასწორებს. მაქვს გადაღებული ვიდეოები მიდიებზე. სხვა დროს მაქვს გადაღებული მიდიებზე თუ როგორ ვაწარმოებთ, როგორ ვაკეთებთ, რანაირად ვაკეთებთ, ეს ყველაფერი გადაღებული მაქვს. მაკადრებსაც აუცილებლად ჩავსვავ, რომ ნუ გქონდეთ იდეა როგორ აწარმოებენ მიდიას საბერძნეთში და როგორ არის მიდიების ფერმები. ძალიან მაგარია. ძალიან გემრიელია. მინდა გითხრათ, თევზიც და მიდიებით სალათაც მივაყოლოთ. ძალიან მაგარია, ძალიან მართლა მაგარი გამოვიდა. თან ამ ხედზე ჭამას რა ჯობია. შევჭამოთ უკვე ჩვენ გემრიელის თევზი ლუდში. ახლა კი გადავხედავ ხა რა ხდება. ნახოთ თოლიები თუ მოვიტყუეთ. აი ეს რასაც ხედავთ აქ სულ თევზი არის. ძალიან ცივა. დიდი ვიდეო არ გამოგვივიდა, მაგრამ იმედია მოგეწონებათ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარით თქვენი აზრი. და სხვა რაღაცებსაც გეგმო ვიდეოში მოქვს ბევრი რაღაცეები და იმედია გამოგვიგებთ. წავედი ახლა მე აქედან დაგემშვიდობებით და არ დაგაუწდეთ არხის გამოწერა. დროებით.